1 საათი დაჭირდა მოსამართლე თეა ლეონიძეს იმისთვის, რომ სინდისის 11 პატიმარი სასამართლო დარბაზიდან კვლავ გდანის ციხეში გაეშვა. მეორე ინსტანციის მოსამართლემ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება უცვლელად დატოვა. ანუ სინდისის 11 პატიმარი ციხეში 2 წელს საპროტესტო აქციებზე დგომის გამო გაატარებს. განაჩენის გამოცხადებამდე სხდომაზე საბოლოო სიტყვის უფლებითი სარგებლობა მსახიობმა ანდრო ჭიჭინაძემ, რომელმაც დეტალურად გაიხსენა 2024 წლის 28 ნოემბრის შემდეგ გამართული საპროტესტო აქციები. მსახიობმა რუსთაველზე დგომის მთავარ მოტივებსა და მიზეზებზე ისაუბრა. სამშობლოს სიყვარული და ევროპული მომავლისთვის ბრძოლა. სწორედ ამ ორი იდეის გარშემო დაირაზმა ათასობით ახალგაზრდა და საპროტესტო აქციებს შეუერთდა. მათ შორის იყო ანდრო ჭიჭინაძეც. საბოლოო სიტყვის უფლებით იუმორისტმა ონისე ცხადაძემ და მსჯავრდებულმა ვალერი თეთრაშვილმაც ისარგებლეს. ორივე მათგანი თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს. დაახლოებით 15 წუთის განმავლობაში ონისე ცხადაძე აქციაზე გასვლის მოტივაციასა და მიზეზებს განმარტავდა. იუმორისტმა ისაუბრა ქართული ოცნების მიერ ჩადენილ და გამოვლენილ კორუფციულ დანაშაულებებზეც. ვალერი თეთრაშვილმა სხდომაზე მისი დაკავების მომენტი დეტალურად აღწერა და გაიხსენა. იმის დასტურად, რომ სახელმწიფო ბრალდებამ სინდისის პატიმრების წინააღმდეგ მტკიცებულებები ვერ წარმოადგინა, მსჯავრდებულმა გაიხსენა პირველ ინსტანციაში გამართული სასამართლო სხდომებიც. ამოსაზრებას იზიარებს დაკავებული 11 პირი და არც ერთი მათგანი წარდგენილ ბრალს არ აღიარებს. ცხოვრებაში პირველად გადამხდა თავს ესეთი სიგიჟე და ვიფიქრე სასამართლოში მაინც იტყოდნენ. არა, ეს ადამიანები ციხეში არ უნდა წავიდნენ, მაგრამ პროკურორების 5-წუთიანი ბლუყუნის საფუძველზე ამოვყავით აქ თავი. რა არ მოგეწონა? ეს ყველაზე სამართლიანი ეპითეტია, რაც აკეთეთ 9 თვის მანძილზე. პირველი პროცესი იყო ძალიან სასაცილო. არავის ჭირდებოდა იურიდიული განათლება, რომ დაენახა, რომ უდანაშაულოები ვარ, მაგრამ როგორც ჩანს, პროკურორები დამაჯერებლები აღმოჩნდნენ. მეორე ინსტანციის სასამართლოში საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ორივე მხარემ გაასაჩივრა. პროკურატურა სასჯელის დამძიმებას ითხოვდა. მათ სურდათ მოსამართლეს მუხლი კვლავ ჯგუფურ ძალადობაზე გადაეკვალიფიცირებინა და მსჯავრდებულებს სასჯელის წლები მომატებოდათ. დაცვის მხარე კი სასჯელის სრულად გაუქმებას ითხოვდა. ადვოკატები მეორე ინსტანციის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას არ ეთანხმებიან. ჩვენ ვითხოვდით კვალიფიკაციის შეცვლას, რაც არ გაითვალისწინა სასამართლომ და არც ბრალდების ხარის და არც დაცვის ხარის სააპელაციო საჩივები არ დააგო. ბრალდების დავეზრდებით სასამართლოს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას გავეცნობით და ალბათ დიდი ალბათობით გავასაჩივრებთ ზეგულ სასამართლოს. ამ სისხლის სამართლის საქმეზე იურიდიულად სამართლებრივად განაჩენი არსებობს 2024 წლის 5 დეკემბრიდან ბიჭების დაკავების დღიდან. რაც შეეხება რას ვაკეთებთ სასამართლოში და რატომ ვიყავით არასრულდებოდით, ეს არის ლატარია, რომ აღმოჩნდება თუ არა რომელიმე მოსამართლე საკმარისად გამბედავი, ის რაც ისედაც ხარდია ყველასთვის გააჟღეროს და თქვა. სამწუხაროდ მოსამართლემ გადაწყვეტილების მიღების შემდგომ თავი ჩახარა და გავიდა. ბუნებრივი აღნიშნული გადაწყვეტილება არის უკანონო და მოსამართლო აღნიშნული გადაწყვეტილებით მოსამართლე ხელს აწერს არაობიექტურობას, უსამართლობას, უკანონობას. შესაბამისად, ჩვენ ერთადერთი სამართლებრივი პასუხი ყველაზე მოაღნიშნულზე შესაძლებელია გქონდეს მხოლოდ და მხოლოდ ბერკეტი გასაჩივრებისა და ეს იქნება ამ ეტაპზე ბუნებრივია საქართველოს უზენაეს სასამართლოში, ხოლო საბოლოო კუთხით, ესე თქვა, ჩვენი საჩივრები აუცილებლად მიემართება ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს. სინდისის პატიმრების სხდომაზე ტრადიციულად ხალხმრავლობა იყო. სააპელაციო სასამართლოს ყველაზე დიდ დარბაზში დამსწრეების მსურველთა ნაწილმა შესვლა ვერ მოახერხა. მიუხედავად იმისა, რომ სხდომაზე მისულ მოქალაქეებს სასამართლოს მხრიდან განაჩენის შესვლის მოლოდინი არ ჰქონიათ, სინდისის პატიმრების მხარდასაჭერად უამრავი ადამიანი მევიდა. მსჯავრდებულების ოჯახების პოზიცია უცვლელია. ისინი თავიანთი შვილების დაკავებას უკანონოდ მიიჩნევენ და ამბობენ, რომ სამართალს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სამართლიანი სასამართლოს პირობებში აუცილებლად იპოვიან. გამართლდა ის მოლოდინი, რაც ჰქონდა, რომ აბსოლუტურად არაფერი არ შეიცვლებოდა. თავიდანვე ესეთი განწყობა ჰქონდა, რომ არც შემცირება იმ რაოდენობა
ერთი შეიძლება და 6 თვე მოეკლოს, შეიძლება ცოტათი მეტი, მაგრამ ესეც ვფიქრობდით, რომ არაფერი არ მოხდებოდა ჩვენთვის სასიკეთო ყოველთვის. ეს უბრალოდ იყო პროცესის გამო, რომ აი დაენახებინათ, რომ რაღაცა ხდება. სინდისის 11 პატიმრის ხდომას ესწრებოდა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც, რომელმაც მედიასთან საუბრისას ყურადღება იმაზე გაამახვილა, თუ რამდენად მიკერძოებულია სასამართლო კლანი და როგორ ექვემდებარება რეჟიმს. მეხუთე პრეზიდენტს გამამართლებელი განაჩენის მოლოდინი არ ჰქონია. მოსამართლემ გამოუტანა განაჩენი პირველ რიგში თავის თავს. ისტორიაში შევიდა, შეიძლება ითქვას, გამოუტანა განაჩენი ამ რეჟიმს. იმიტომ რომ ამის მერე არაფერი აღარ აკლია ამ რეჟიმს, რომ იყოს სრულყოფილი დიქტატურა, სადაც სასამართლო არ არსებობს. სინდისის პატიმრები უკვე 1 წელი და 4 თვეა უკანონო პატიმრობაში არიან. მათ პირველი ინსტანციის მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა 2025 წლის სექტემბერში ჯგუფური მოქმედების ბრალდებით 2 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. მსჯავრდებულები ციხეს 8 თვეში დატოვებენ.